სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. უპირველეს ყოვლისა გისამძიმრებთ სუყელას კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებას სრულიად საქართველოს უსამძიმრებ. დღეს შეიძლება ითქვას ჭირის უფალი არის სრულიად საქართველო. რადგანაც ჩვენი მამათმთავარი იყო, ჩვენი პატრიარქი იყო, ამიტომაც ჩვენ სუყელანი ვართ მისი სულიერი შვილები და სუყელამ განიცადა დიდი დანაკლისი. რთულია, როდესაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში ერთს ყავს წინამძღოლი და წარმოდგენაში თითქოს ვფიქრობთ, რომ არასდროს არ დადგება ის დრო, როდესაც არ გვეყოლება ნახევარი საუკუნის განმავლობაში პიროვნება, რომელმაც თავი შეაყვარა სრულიად საქართველოს და ვფიქრობთ, რომ არასდროს დადგებოდა ის დრო, როდესაც ის არ იქნებოდა. თუმცა დროში ვცხოვრობთ და რეალობად იქცა ის, რისი წარმოდგენაც ადამიანს უმძიმდა. რა შეიძლება ითქვას კათოლიკოს პატრიარქთან დაკავშირებით? ძალიან ბევრს ამბობენ, ბევრი ითქვა, ბევრიც ითქმება და ამას ძალიან კარგად გააკეთებენ ის ადამიანები, რომელსაც ჰქონდა მასთან შეხება, ვინც კარგად იცნობდა მას, ვინც იცოდა მისი ავტობიოგრაფია და ვინც იცოდა მისი საქმეები. საყოველთაოდ ცნობილი რაც არის, ძირითადად დამსახურება ეკლესიის წინაშე და ერის წინაშე, რის გამოც ამდენმა ადამიანმა პატივი მიაგო მას. და ეს არ არის თვალთმაქცობა, რა თქმა უნდა, ეს არ არის სპექტაკლი და არ არიან ის ადამიანები ძალით მიყვანილები. ამისი ფაქტი ის არის, რომ სასრაფოზე მოდიოდა უпроსწორად მოხუცებული ადამიანები, ბავშვებთან ერთად მოდიოდნენ ადამიანები, ცუდად ხდებოდნენ, რადგანაც ძალიან დიდი დრო ჭირდებოდა რიგში დგომას იმისათვის, რომ სამები საკათედრო ტაძარში შესულიყვნენ და სამძიმარი ეთქვათ, გამოეხატათ თავიანთი მისვლით. რა შეიძლება ითქვას? დამსახურება ეკლესიის წინაშე არის ასეთი, მცირე ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადი, არსებითი. ავტოკეფალიის აღიარება, რომელიც მოიპოვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, რადგანაც მსოფლიო სამართლმადიდებლო ჩვენ არ გვცნობდა როგორც ავტოკეფალურს, მას შემდეგ, რაც რუსეთის ეკლესიასთან შეერთდა საქართველოს ეკლესია. 1917 წელს ავტოკეფალია ვიდღესასწაულეთ, 1953 წელს რუსეთის საპატრიარქომ აღიარა საქართველოს ავტოკეფალია და შეიძლება ითქვას, რომ იყო სტალინის დამსახურება და ასევე 91 წელში, როგორც მახსოვს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მოიპოვა აღიარება მსოფლიოდან, რომ საქართველოს ეკლესია იყო ავტოკეფალური. შემდეგ 97-98 წლებში მსოფლიო რელიგიათა საბჭოს ეგრეთ წოდებულ ეკუმენიზმს გამოიყო საქართველოს ეკლესია და ესეც კათოლიკოს პატრიარქის დამსახურება იყო.
ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, (2016) წელს გაიმართა კრეტაზე საეკლესიო კრება, სადაც საქართველოს ეკლესიამ მონაწილეობა არ მიიღო. და არ მიიღო, იმიტომ რომ ის დებულება, რომელიც იქ იწერებოდა და რომელზეც ხელი უნდა მოეწერა საქართველოს ეკლესიას, არ შეესაბამებოდა ეკლესიის სწავლებას. კერძოდ, იქნა აღიარებული დენომინაციები, ანუ სექტები და ეკლესიად. ანუ სექტა ეს ეკლესია არ არის. ასევე შერეული ქორწინება, აი მაგალითად. მართლმადიდებელმა ქრისტიანმა რომ მოიყვანოს თქვათ ცოლად კათოლიკე, ან ბაპტისტი, ან იოღოველი და ასე შემდეგ. სექტა ძალიან ბევრია. და შესაძლებელს ხდის კრეტის კრების ეს კანონი, რომ ჯვარი უნდა დაწეროს სასულიერო პირმა მართლმადიდებლურ ეკლესიაში, მართლმადიდებლურად. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე უარი განაცხადა საქართველოს ეკლესიამ და დამსახურება იყო სწორედ კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორესი. 2020-21 წლები, 22 წლები გვახსოვს პანდემია ასევე. და პირდაპირ თხოვდნენ, რომ ეკლესიები უნდა დახურულიყო, რადგანაც პანდემია იყო მომაკვდინებელი და ადამიანები დაიხოცებოდნენ. თუმცა ვიცით საბოლოო ჯამში რომ ეს იყო სპექტაკლი და პატრიარქმა აქაც თქვა, რომ მთელი ცხოვრება იმას მოუწოდებ ადამიანებს, რომ მოვიდნენ ტაძარშიო. ეხლა როგორ უნდა უთხრაო, რომ არ მოხვიდეთ ტაძრებშიო და ამას მე ვერასდროს ვერ გავაკეთებო. არ გავაკეთებო უпроსტორად. და ძალიან კარგად გვახსოვს ჩვენ ის წლები, ის წუთები, როდესაც გვქონდა ქართველებს ის ფუფუნება, როდესაც მსოფლიო ჩაკეტილი იყო აი ამ ფონზე, ჩვენ კიდე ღმერთს ვადიდებდით და ვღებულობდით იმ საზრდოს, რომელიც ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანი იყო იმ ძნელბედობის ჟამს. ესეც კათოლიკოს პატრიარქის დამსახურება. ასევე მახსოვს რამოდენიმე წლის წინ თუ როგორ დაადგინა პატრიარქმა 17 მაისი. და აქ უკვე მონაწილეობა როგორც ერთ-ერთმა რიგითმა მღვდელმა მონაწილეობა მეც მომიწია მონაწილეობის მიღება, როდესაც იდეა ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო ბრძოლის დღე შენაცვლებულიყო ოჯახის სიწმინდის დღედ, აი ეს იდეა სწორედ გარკვეულმა სასულიერო პირებმა შესთავაზეს პატრიარქს. ახლა სახელებს და გვარებს არ ჩამოვთვლი. აი მათ რიგებში მომიწია მეც მისვლა საპატრიარქოში და პატრიარქს ძალიან მოეწონა ეს იდეა და თქვა, რომ კვირასვე მე ამას გამოვაცხადებო და ასევე იყოსო მშობლების პატივისცემის დღე. და როდესაც ლოცვა კურთხევაზე მივედით ბოლოს სამღვდელოება, მე რა თქმა უნდა ჩემი პრობლემა მქონდა რაღაც და მინდოდა მისი შეწევნა. და ეს შეწევნა და ეს პრობლემა მდგომარეობდა შემდგომში. 3 მშვილი მყავდა და ინტერვალი იყო 3 წელი გასული. 3 წელი იყო გასული და გვინდოდა კიდე რო ყოლოდა შვილი. და პატრიარქს ვეუთხარი, ეს წუხილი ჩემი, თქვენო უწმინდესობაო, მეოთხე შვილიც გვინდა რომ ყავდეს მეთქი. პატრიარქმა დამადო თავზე ხელი, ჯვარი გამოსახა და ღმერთმა დაგლოცოსო მითხრა და ერთ თვეში გავიგეთ, რომ ველოდებოდით უკვე მეოთხე შვილს. აი ესეთი დიდი
სასწაულები ბევრი ადამიანს გარდახდომია თავს და ამას ახლა მე არ ვამბობდი პატრიარქი გარდაცვლილია და მინდა რომ ეს ყველამ გაიგოს იმ სხვა საქმეებთან ერთად რომელიც მან აღასრულა. შეიძლება ითქვას პატრიარქი იყო ის კელაპტარი რომელიც ღვთის წინაშე ენთო ეკლესიისა და ერის კეთილდღეობისთვის და გარკვეულ ჟამს ეს კელაპტარი ჩაქრა, ჩამოდნა და ჩაქრა. მაგრამ სული რომელიც უკვდავია, სული რომელიც მარადიულია და მარადისობაში გადავიდა. რა თქმა უნდა ჩვენ მთელი 40 დღის განმავლობაში მთელი ერი შეევედრება უფალს რომ ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს ჩვენს პატრიარქს რომელმაც ასე შეაყვარა თავი ქართველ ერს. და რა დამოკიდებულება ჰქონდა სამშობლოს წინაშე და როგორ უყვარდა სამშობლო, ყველაზე კარგად ალბათ ცხადყოფს თავისი სიტყვები ისევ. მოვიშველიოთ. რომელმაც ესეთი რამე ბრძანა. თუ კი ვიტყვით რომ გვიყვარს სამშობლო, ეს არაფრის მთქმელი ფრაზაა. არც დედამიწის გარკვეულ ულამაზეს გეოგრაფიულ სივრცედ მისი აღიარება ნიშნავს რამეს. ჩვენ სისხორციელი ნაწილი ვართ ჩვენი მამულისა და იგი საუნჯეა ჩვენი. სამშობლო ჭირს გარჩევა. ჩვენ ცხოვრობთ მასში თუ ის ცხოვრობს ჩვენს გულში. სამშობლო ეს არის ენა ქართული. ეს არის სული ჩვენი დიდებული წინაპრებისა, პატრიარქებისა, მოწამეთა, ათასობით, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა, მეფეთა და დედოფალთა, ეკლესია მონასტერთა. სამშობლო ეს არის ჩვენი არქიტექტურა, მწერლობა. სამშობლო ეს არის ჩვენი ხასიათი და აზროვნების წესი. სამშობლო ეს არის ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი. სამშობლო ეს ჩვენი დიდი იმედია და მისდამი სიყვარული ისეთი ამაღლებული და სათუთია, როგორც სიყვარული უფლისა. აი წარმოიდგინეთ ადამიანმა რომელიც ეს სიტყვები გულიდან ამოთქვა, რა თქმა უნდა ამაზე ბევრი ქონდა ნაფიქრი. თუ რა არის სამშობლო? რატომ უყვარს ადამიანს ესე თავისი სამშობლო და რატომ უჩნდება განსაკუთრებული ნოსტალგია ემიგრაციაში წასულ ქართველს და სხვა ეროვნებაში მე გადმოცემით ვიცი, როდესაც ემიგრანტები მიყვებოდნენ სხვა ეროვნების წარმომადგენლები ჩვენთან ერთად ყოფილანო, მაგრამ ისეთი ნოსტალგია როგორიც მე მქონდა არც ერთ მათგანში არ შეინიშნებოდაო. მე ცრემლები მომდიოდაო, ვტიროდიო და მენატრებოდა ჩემი სამშობლო, მაგრამ იმათ ეს ცრემლი და ასეთი მძაფრი გამოხატულება ნოსტალგიისა მათ არ ქონდათო. და ეს არ არის მხოლოდ თითოეული პიროვნების დახასიათება, აღწერა მონატრებისა სამშობლოს მიმართ, არამედ მასიურად ყველა ადამიანი, თუ ვინმე ყოფილა საზღვრებს გარეთ, ყველა ადამიანში შეინიშნება ესეთი განსაკუთრებული სიყვარული და მიჯაჭვულობა, მიზიდულობა სამშობლოსადმი. და ყველაზე კარგად და მკაფიოდ შეიძლება ითქვას კათოლიკოს პატრიარქმა გამოხატა გრძნობა სამშობლოსადმი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო და რა არის ჩვენი სამშობლო. ღმერთმა განუსვენოს ჩვენს ტკბილ ადამიანს, ჩვენს ტკბილ პატრიარქს და რა თქმა უნდა მისი ხსოვნა სანამ ჩვენ ცოცხლები ვიქნებით, ბოლომდე გვექნება შენარჩუნებული და მადლობას უხდით ყოველი იმ სიკეთისათვის, რაც ეკლესიისა და ერის წინაშე
გაუკეთებია მას.